ხმას შევკეთე. არა მეგობრს ვუთ. კი ბატონო. ახლა მაჭება. გამოგვიყვება? არა, მე მოვედი ადრე. ერთი ორმაგი ესპრესო თუ შეიძლება? არაფერი არ მინდა? არა, მე არაფერი არ მინდა, ახლა როგორ არის გიორგი? ძალიან ცუდად ანა როგორ იქნება. პირველი კლასიდან ვიცნობ და ასეთი გაბრაზებული განაწყენი არასოდეს მინახავს. ესმის. არც მე არ ვარ კარგად დამიჯერე. ალბათ. ვიცი რა რთულია ახლა ამის დაჯერება. და ალბათ. კარგი მითხარად დამბარე. მადლობა. ამ ქორწინება უნდა. რა თქმა უნდა, მისმის. მაშინ იმედია ისიც გესმის, რომ სასამართლოებში სერბები მას ნიშნავს, რომ თქვენს ამბობს მთელი თბილისი გაიგებს. მისმის. ანუ გიორგი შენთან ქონებრივი დავის წამოწყებას არ აპირებს. მისმის. ძალიან კარგი. იმედია პრეტენზია არაფერზე გექნება. არაფერზე. სახლი გიორგის სახელზეა. ის პატარა ბიზნესიც, აგარაკიც, ნუ მოკლედ ყველაფერი გიორგის. თუმცა შენ გაქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც გიორგიმ რამოდენიმე ხნის წინ გაჩუქა და გადაგიფორმა, ხო? კი. მოკლედ, ეგ შეგიძლია დაიტოვო. ნუ, ასე მითხრა გიორგი. მადლობა გადაიცი ჩემი. მიწის ფასები ყოველდღე იზრდება. ნუ ცოტას თუ დაიცდი, უფრო ძვირად გავიდი. თუ არა და ეხლაც რო გაყიდო, რაღაცა ბინას მაინც იყიდი და. ახლა ძალიან დიდი ბოდიში მაგაზე საერთოდ არ მიფიქრია, იცი? რამე კიდევ დაგაბარა? კი. რა? არ შეეცადოს ჩემთან დაკავშირებას. წარმატებებს გისურვებ. აი რახან შენ მოხვედი რა. არაფერი არ მკითხო რა. რა ხდება, მშვიდობა? აი მართლა არ ვიცი დედას ვიცავარ რა. მერე? რა მერე? ელენე ვიცი ხოლმე ეგრე რა. რაღაცას რო არ ვეუბნები და თავის ჭკვით გონია რა, აი მერეს რომ ეტყვის, მეც ვეტყვი აქედან, რომ აი მერე ის რომ ირინას ქმარი ყავს ბიჭო. რანაირად? რანაირად? რა უეთყობა ადრე გათხოვდა რა. და ეხლა გითხრა? არა თვითონ არ უთქვას. აბა საიდან ბოდავ? ბიჭო დამირეკა შევხვდეთო რა, მოდი ოფისშიო. მეც მივედი და ურეკავდი არ მპასუხობდა. მერე ტელეფონი გათიშა რა. მეც ავედი ოფისში რა, ხო ვიცოდი კაბინეტი. და დავხვდა დამლაგებელი რა, დამლაგებელმა წასულიო. ხო არ იცი მეთქი სადაა თქო და თანამშრომლები ლაპარაკობდნენ რომ ქმარი გაუხდა ცუდათო. ბიჭო, ქმარი გაუხდა ცუდათო. ვერ ხარ ხო შენ? რატო? ბიჭო, რატო დამლაგებელმა რაღაცა თქვა, ისიც ვიღაცისგან მოისმინა, ისიც არ იცის ის მართალია თუ ტყუილია და შენ აქ მოხვედი და თავსი კლავ. აბა რა უნდა უქნატო? ბიჭო, რა უნდა? რა დაურეკე, შეხვდი, დაელაპარაკე.
რა ძმობას გაფიცებ მკითხო ქმარი ყავს თუ არა თქო? ხო, აბა. იქნება ყავდა ან გაშორდა ან რაღაც არ შეიძლება. აუ არ ვიცი რა. უყავს ნეტა კიდე? აუ არა მგონია კასპერ რა. მგონია რომ იმ დამლაგებელმაც რაღაცა აურია, რაღაცა იბოდიალა. გაარკვიე რა. რა მოხვედი და წინასწარ იგრუზები შეჭი. აუ კიდე რო აურიო ცხოვრებაში დაგახჩობ შენ ძმობას ვიცავ არა. გაშუაშია. რა და როგორ მაკლდი იცი ბიჭო? შენ გარდა ეხა ცხოვრებას ვერავინ ვერ მიმსუბუქებს რა. იმიტომ რომ მაგარი ვარ. მაგარი არა ისა. გამარჯობა, პატრულ ინსპექტორი პატაცანავა, თქვენი საბუთები. დავაშავე რა. თქვენ გადაკვეთეთ ღერძულა ხაზი. თუ შეიძლება გახსენით და ჩავერეთ. ამის გარეშე არ გამოვა? გახსენით და ჩავერეთ. ცოტა ძლიერად. გადმოგჯანეთ მანქანიდან. თქვენ დაჯარიმდებით ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა 116 მოხდით. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ძმურად გამიგე რა, ექიმი ვარ, ოპერაცია აღნიშნე. აქ უნდა დავტოვო მანქანა. არა, მანქანას აქ ვერ დატოვებთ, მოგვიწევთ დაურეკოთ თქვენს მართვის მოწყობილ ახლობელს, რომელსაც გადაუყარებთ დატოვებას, ან ჩვენ გადავიყვანთ საჯარიმო ავტოსადგურზე. აგი დაურეკო. რამდენი ხანი შევაწყვეტ მართვის მოწყობილიანი მეგობრები. 6 თვე. 2 წუთი დამელოდე და ალო გამარჯობა, მე კობა ვარ, ზაზა მომცა თქვენი ნომერი. ზაზა, გამახსენდა. კი, ავეჯის თაობაზე, ხო? დიახ. აბა გისმენთ მეგობარო. რა ვიცი, ცოტა ბევრი შეკითხვა მაქვს და ეხლა ხო არ არაფერია, დრო მაქვს, გისმენთ, აბა. რა ვიცი, იდეის დონეზე მინდა ვიმუშაოთ შინურ ავეჯზე და მაინტერესებდა ღირს, არ ღირს. პირდაპირ გეტყვი, ჩემო კარგო, ხარისხზე უნდა გახვიდე. ჩინური ავეჯი არ არის ცუდი, მაგრამ დაბალხარისხიანი გვიან გადის, მოკლედ გეტყვი. ხო არა, ეგ არ მინდა, ალბათ უფრო საშუალო კლასი რა. ქარხნული ალბათ. კი? ქარხნული? ნახევარზე მეტი სარდაფებშია გაკეთებული. ზოგს კარები აკლია კარადას, ზოგ მაგიდას ფეხი არა აქვს და ასე. ეუფ. აი, მაგიტომ გითხარი, რომ იაფსაქონელზე არის მუშაობა. მე პირადად ხელს ავკიდებ, ძმაო, შარია. და მაგის გარანტიას იძლევა ქარხანა, რომ აი უფეხო მაგიდა არ ჩამომივიდეს? ქარხანას გააჩნია. მე საიდანაც მომაქვს 20 წელია პრობლემა არ მქონია. და ქარხანა შეკვეთებს იღებს თუ სერიულს უშვებს ეს? ეგ შეზეა დამოკიდებული, გნებავს სერიულს შეუკვეთავ, გნებავს ნახაზებს გადაუგზავნი. აჰა, გასაგებია, ეგ მინდა რა. პრობლემა არ არის. და კიდე იცი რა მაინტერესებს. აი ეს შეკვეთა როგორ ხდება და დაახლოებით რა ჯდება და რამდენ ხანში ჩამოდის? გააჩნია თუნთლიან კონტეინერს აიღებ, მალეც ჩამოვა და იაფიც დაგიჯდება. არა მგონია ხა მთლიანი კონტეინერის თავი მქონდეს, მაგრამ რა ვიცი, მაგას იმდენი ფული ენდომება. მესმის, ძნელია. იცი რა, ნახევარი კონტეინერით შეგიძლია გამოვაგზავნო, უბრალოდ დროში გაიწელება ცოტა. ეს ნახევარი რა ჯდება დაახლოებით? ესე ვერ გეტყვი. იცი რა, რბილი ავეჯი, სხვა ფასია, სამზარეულო სხვა ფასი. გასაგებია. მოდი იცი, ზეპირად რომ არ ვილაპარაკობს. ხვალ, კატალოგებს გადმოგიგზავნე. ან არა და
არა, მოდი მე მითხარი სად იქნები და მოვალ და დავსხდეთ შვიდაც და გავიაროთ, კარგით, დავსხდეთ და დავიანგარიშეთ. არა, ეხლა ესე ვერ შეგაწუხებთ ნამდვილად. რა შეწუხებაა ძმაო, ზაზას მეგობარი, ჩემი მეგობარია, ოღონდ ბოდიშების გარეშე. გაიხარწე. ხო და როცა გინდა და რა დროსაც გინდა, პრობლემა არ არის. რა ვიცი, მე რომ მოვიდე? კი ბატონო, თუ ესე გირჩევნია. ხო რა, უბრალოდ ჩემთან იმდენი ხალხია ხოლმე აქ ცეხში, რომ ვერ დავждებით, ვერ დავილაპარაკებთ და. კარგი, მაშინ მოდი ჩემთან ოფისში ხარ. ზუსტად ვიცი ხალხი არ იქნება. დავსვდეთ და დავილაპარაკოთ, კარგი? კარგი, ეგრე ვქნათ. მის ამარც მესიჯად ჩაგიგდებ, ხვალ დილიდან ვიქნები, როცა გინდა მოდი, კარგი? მადლობა დიდი. გაიხარე გენეცო, გელოდები. დროებით. ეს ვინ მოსულა? შენი უსინდისო და უნდა მოსამოდო. არც როგორ მცხონია შენთან. აია. თავარია მოხვედი. და ისე დახმარება რომ დამჭირებოდა ხოლმე ტყოდი. ხო და ესე დროს რომ შენ დარეკვა ჭირდება, მაგაშია საქმე. ეს ახალი სახლი. და აქ როგორ უნდა იყო მარტო? შეიძლება მარტო რატო? მე და ეს ამენერად მივხედავთ ერთმანეთს. კეთებან მაინც ეს ამით. შეიძლება იცის. გაგიჟდება. აუცი რა გაგიჟდეს თუ უნდა რა ძალიან არ მაინტერესებს. ხო, მაგრამ ხანდახან რო ვფიქრობ ძალიან მეცოდება. ვინ გეცოდება მარია? კეთევანი? სამ ადამიანს კიდე ამ ცხოვრება დაუნგრია. ამ სიტუაციაში ყველაზე საცოდავი ვინც არის გიორგი არის. მარტკოვად. ნახე. ვახო გამოუშვა. ვახო გახსოვს? ხო, ეს მეგობარი ადვოკატი ხო? რა, როგორ არისო? რა ვიცი, ალბათ კარგად. და სიმართლე კითხა ისე ძიზღით მიყურებდა, რომ ვერც ვკითხავ. წარმომიდგენია ხა რა უთხრა. ნუ რა საჭირო იყო ის უთხრა ამათ. ეც ეგრე ვიქნებოდი. სასწრაფოდ უნდა გამქორწინება, რაც შეიძლება ჩქარა. და მე ვთქვი რომ მითხრან რა არის საჭირო და ხვალე დავიწყე. ნუ რა ვიცი, ალბათ სასამართლოში უნდა შეიტანო საქმე. არა, რა სასამართლო გიშნი. არავის არ აწყობს რომ ეს ამბავი გახმაურდეს და ხო, ნუ პრინციპში შენთვისაც ეგრე ჯობია ხა. რა თქმა უნდა. არა სასამართლოს გარეშე როგორ იყოფა ქონება, არ ვიცი, ალბათ მოილაპარაკებთ მათთან. რა ქონების გაყოფა, რას ლაპარაკობ? არა. რა. არა, ყველაფერი დარჩება გიორგის და ეგრეც უნდა იყოს. ანა მომისმინე, ყველაფერი იყოფა შუაზე, რაც ცოლქმრობის დროს არის შეძენილი, ეგრეა. კი, მაგრამ არა ისე შემთხვევაში, რაც ანა ნებისმიერ შემთხვევაში ეგრე არის. არა. ანუ მე გეუბნები იმას, რაც გიორგიმ თქვა და მეც ეგრე მიმაჩნია სწორად. შენ თქვარი რომ არ ხარ თან ახლა. ება რა უნდა ვქნა? რა ვიცი, ადგები და შეიტან საჩივარ სასამართლოში. არავითარ შემთხვევაში. ანა გამაგებინე, როგორ უნდა იცხოვრო. მესმის, გასაგებია, რომ გაბრაზებულია, ნაწყენია, ყველაფერი მესმის, მაგრამ ამ მდგომარეობა შენი ესე დატოვება არ არის სწორი და არ უნდა შეარჩინო. არა. გიორგი, ანა არ არის დამნაშავე. დროში. მინდა რომ დაჭდა რაღაც ლაპარაკო მაგ თქვენთან. კაი, ნუ განერვიულებ თქვი ახლა. ვაიმე, რა მოხდა მართლა? მალე ხომ იცი რომ